დილამ შვიდობის, როგორ ხართ ჩემო გოგოებო, ჩემო სიხარულებო, აბა, ხომ ხართ კარგად? გისურვებთ წარმატებულ დღეს, ყველას, შვიდობას, მშვიდობიან დღეს, თქვენ ოჯახებში, თქვენ გარშემო, შვიდობა არის მთავარი. შვიდობა და ჯანმრთელობა. ეს არის მთავარი. ეხლა ყავა არ მაქვს ის რა ქვია. ნალექიანი ყავა არ მაქვს. ხო და უნალექო მაქვს, ხო გითხარით პელე რო ვიყიდე. აი ეს. საღამოთი ვსვავ ამას, რაც ეს ვიყიდე და შვენივრად მეძინება, რა ვიცი. არ არის ალბათ ძალიან ძლიერი, არ მოქმედებს ძალიან და კარგია. ყავა მოვადუღოთ, გოგოებო, დავლიოთ. სად არის პატარა პოზი ახლა? სველი ყოზი თუ ჩაყე, ხო იცი უკვე მე ფუჭდება ყავა. ამიტომ გავწმინდოთ. ესე იგი, რა ძალიან ლამაზია გაზაფხული თბილისში. გაზაფხული ყველგან ლამაზია, ყველგან აბსოლუტურად, მაგრამ თბილისიც რა ძალიან ლამაზია გაზაფხულზე, გოგოებო და სხვათა შორის. ჩემ თავს ვაკვირდები, რომ თითქოს ეხლა გამოვდივარ სტრესებიდან. ეს სახლის გაყიდვის სტრესები, გადმოსვლის სტრესი. რომ მიწევთ ხოლმე თბილისში დამკვიდრება ოჟანა ადვილი არ არისო და ყველაფერი კარგად იქნებაო. ნამდვილად გეთანხმებით. არსად გადასვლა არ არის ადვილი, მაგრამ ნუ ადამიანები საერთოდ სხვა ქვეყანაში მიდიან და ეგუებიან, ხო? ეჩვევიან მაგ ყველაფერს. და ნელა დავინახე თბილისი. კიდევ უფრო უკეთესად. რა ძალიან ლამაზია. გაზაფხულზე სხვანაირად ჩანს ყველაფერი. ხო, რომ გადადიხარ სხვაგან, ეს სტრესი მე ჯერ გორში გავყიდე და იქ გადავედი სოფელში და ისიც არის ყვადვილი და მით უმეტეს მე უკვე იქ მაინც ახლა იქ ვცხოვრობდი, ხო, მჩვეული ვიყავი, ქარა აქვს ყველაფერს, მახაზიებს აბსოლუტურად ყველაფერს უნდა შეჩვევა, რა თქმა უნდა. ხო, და მით უმეტეს სხვა ქალაქში რო გადადიხარ. ძალიან მელამაზება ყველაფერი, რო დაკა. დღეს სხვათა შორის ისე ძალიან აღარ თბილა, როგორც გუში თბილოდა. მე მგონი რომ ამინდები შეიცვლება და ცოტა ქარიც არის. მადლობა გითხრათ ღმერთს. დღევანდელი დღისთვის, გოგოებო, მადლობა. ყველა სიკეთისთვის. გუშინ ღამე წავედი ტკბილეულის საყიდლად. ეს წუთით. ეს ბანანის შხირები. ძალიან მოხდება ეს ყავას და ცოტა გადავუტოვიათ და ბევრი რაღაცები კიდე ეს. ანუ პირველად გავსინჯე ეს ვაფლი. და ძალიან გემრიელი ყოფილა ესეთი. ძალიან გემრიელი ყოფილა. იტაბა, მოდით ახლა. თქვენ გავიკეთე, რა თქმა უნდა, მე მაკიაჟი უცბად გუშინ საერთოდ საუბრობდით, დიდი ხანი მოვუნდი დღეს. უცბად, ესე იგი საღამოთი რო წავისმენ ხოლმე კრემს, ხوارე ხოლმე სახე ძალიან
დარბილებული, დატენიანებული, ნუ როგორც არის ხოლმე. ხო იცით თქვენს. და დილით არის ხოლმე სუმშარი, ვეღარ გავიგე მე, მშრალი კანი მაქვს, ცხიმიანი კანი მაქვს, კომბინირებული კანი მაქვს, ვერ გავიგე. მე მგონი რომ უფრო კომბინირებული, აი ამეებში არის ხოლმე ცოტა რო პრიალებს, ოდნავ, დანარჩენი არის ხოლმე მშრალი. მაგრამ ნენელა მიდის იქითკენ რა, საერთოდ უნდა წავიდეს, ნახეთ როგორ ბზინავს კანი, ნახეთ. მაგრამ ისეთი ვერ არის, ჯერ 3 დღეა და როგორ იქნება. ვნახოთ ჩვენი ბანანის ჩხირები, ძალიან გემრიელია ესენი. და ორლარად იყო ორ ნაბიჯი. მაგარი იქნება ეს. გოგოებო, ერთი კომენტარი გულში ჩამყვა. ვერ ვუპასუხე და არც ვიცი, არც ვიცი რომელ ვიდეოზია. მოდი შინაარს გეტყვით. და ის ადამიანიც როგორც მიხვდება, ვიზეც არის ლაპარაკი და ესე დამიწერა მე და გიამ რომ გადავიღეთ ვიდეო 1-4 დღის წინ. იქნებო გამომხნევოთო მე ეცოდა მიპასუხოთო ჩემ კომენტარზე, ხა ყოველთვის ჩვენ ერთად ვეღარ ვახერხებთ გადაღებას, იმიტომ რომ თვითონაც დაიწყო გადაღება, თან მუშაობს, გადის ყოველდღე და ნუ ვეღარ გვიხერხდება და ისედაც ვერ გვიხერხდებოდა უკვე ბოლოს. მაგრამ მაინც იშვიათად წერდით ხოლმე, ხო, ერთად ვიგებდით და ძალიან ისეთი ფოთვები მაქვს, შიშები მაქვს. გარეთ გასვლა მიჭისო, მე მგონი. გარეთ ვერ გავდივარო მგონი და ისეთი რთულად ვარო უკვე რომ ანტიდეპრესანტები დავიწყეო და იქნებ მიჩიოთ რამეო და მითხრათ რომ ყველაფერი კარგად იქნებაო. ვერ ვუპასუხე და გულში ჩამყვა, იმიტომ რომ არ არის ეს ადვილი მდგომარეობა. რთული მდგომარეობა, ზოგჯერ ჯობია რომ რაღაცა გტკიოდეს კონკრეტული. მიმიხვდება ეხლა ეს ადამიანი, ეს გოგო, ვინც მომწერა მე ეს კომენტარი. ზოგჯერ ჯობია ან კბილი გტკიოდეს, ან რაღაცა კონკრეტული წახვიდე ექიმთან და მოაგვარო ეს სიტუაცია და ნერვების პრობლემა როცა არის, ეს არის ურთულესი პრობლემა, იმიტომ რომ ამას უნდა სხვათა შორის დრო უნდა. მაგრამ ჩემო სიხარულო, აუცილებლად ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. არავინ არ თქვას რომ არ ikურნება ნერვოზი. ნამდვილად ikურნება, უბრალოდ ამას უნდა მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ამ მხრივ. ჩემი დედამთილი იყო ხოლმე სულ ანტიდეპრესანტებზე და სულ მივდევდი, სულ დავდიოდი. ვიცი ეს ყველაფერი მე. ანუ ეხლა ვისაც ნერვოზი არა აქვს, რა ვიცი, უკვე ყველა დანერვოზებულია, ხო? იმიტომ რომ რთულია ცხოვრება. არ არის ადვილი. მაგრამ იცოდეთ თქვენ, რომ ikურნება ნერვოზი. და ფოთვებით და ფობიებით და ნამდვილად მე ვიცი ერთი პიროვნება გოში, რომ მქონდა ხოლმე აკვიატებული აზრები. აკვიატებული აზრები სისუფთავესთან დაკავშირებით, სულ ალაგებდა, სულ თუ ვიღაცა ფეხსაც მიჩემოვიდო და მე ქლორით უნდა მოეწმინდა, დღეში რამდენჯერაც ვიმე შემოვიდო და იმდენჯერ ქლორით უნდა მოეწმინდა და მთელი ამბები რა და როგორ იტანჯება ამ დროს ადამიანი, წარმოიდგინეთ. ეს ყველაფერი თქვენთვის შეიძლება ახლა ვისაც არ გაქვთ ეს პრობლემა, ხო? რაღაცა
ისეთია რა. ავი, მე რა, თუმე არაფერი, მაგრამ ადამიანი მაგ დროს თუ ჩაუღმავდები, ყველა ადამიანი მიხვდება, რომ მართალი გონია ეს ყველაფერი, რომ რაღაცა გადაედება, რაღაცა დაემართება და სულ არის სტრესში, სულ არის ფოთში. მაგრამ ეს გოგო განიკურნა ნამდვილად. გამოკეთდა, აღარა აქვს ეგ პრობლემები, ოღონდ დასჭირდა რამდენიმე წელი. მე არ ვიცი ხა თქვენ როგორი ზუსტად როგორი მდგომარეობა გაქვთ, შეიძლება 6 თვეშიც გამოქვიდეთ მდგომარეობიდან. მაგრამ აუცილებლად გამოხვალ მდგომარეობიდან და ყველაფერი კარგად იქნება. ზოგჯერ არის საჭირო ანტიდეპრესანტები, კი, იმიტომ არის საჭირო, რომ უბრალოდ საუბარი აღარ არის ხოლმე საკმარისი, როცა უკვე შინაგანად გაწუხებს რაღაცეები. ჩემ დედამთის იცით რა ემართებოდა, აი მაგალითად უკვე ტკივილები ქონდა, წელის ტკიო და ნერვოზის წარმოიდგინეთ, წყდებოდა საერთოდ წეში აცნაირად რა და იწვა ხოლმე, ვეღარ დგებოდა და ესეთი რაღაცები ემართებოდა და ზოგჯერ არის ამ დროს საჭირო უკვე წამლები, რომ აუცილებლად ექიმს მივმართოთ და მივიღოთ წამლები, დავლიოთ. თუ მიყვებით მკურნალობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს და მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგმა უნდა იმუშაოს ამ დროს ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, ანუ ვინც ნიშნავს წამლებს და ასევე სიტყვით. იმიტომ რომ წამლები მაინც ვფიქრობ, რომ აგვარებს, რა თქმა უნდა, კურნავს, რა თქმა უნდა, კი, მაგრამ თუ საიდან მოდის ეს პრობლემები, ამას არ ჩაუღმავდი, ამას ეს არ ამოატივტივე შენში და ხო გეუბნებით, თუ ძალიან მაგარი ხარ, ეს შენ თვითონაც შეგიძლია გააკეთო, მაგრამ როცა უკვე ეს არ შეგიძლია და ვერ ახერხებ, აუცილებლად ფსიქოლოგის კონსულტაციაც არის საჭირო. რომ ამაში დაგეხმაროს, ამოატივტივო, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ხშირად ეს ბავშვობის ტრაუმებიდან მოდის, გოგოებო, ხშირად ეს მოდის იქიდან, რომ არაჯანსაღ გარემოში გიწევს ცხოვრება და სხვანაირად რაღაცნაირად თავს ვერ აღწევ, ვერ გადიხარ ქირით, ვერ გადიხარ, რაღაც ვერ მიდიხარ რა ცალკე საცხოვრებლად, იმიტომ რომ ესეც ძალიან რთულია ჩვენ საქართველოს პირობებში და რაღაცნაირად გიწევს, რომ შეეგო იმ გარემოს, რომელიც არის არაჯანსაღი. სადაც არის ჩხუბი, სადაც არის გინება, სადაც არის წევლა. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ესეც მოგვარდეს. რთულია ძალიან. ანუ რა მიგიყვანა აქამდე ხო ამ ყველაფერზე დაფიქრება და მუშაობა არის მნიშვნელოვანი. თუმცა მინდა გითხრა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მიყევი ექიმის დანიშნულებას.
გარეთ გასვლა ძალიან კარგია და აი ადამიანს, როცა ჩვენ ვიცით, რომ გარეთ გასვლა არის წამალი და ძალიან კარგია, ადამიანს პირიქით მაგის შიში აქვს და ვერ გადის, ნახეთ. რამდენი ცალმა უთხრა შენ, რომ გარეთ გასვლა კაია და ძადი გარეთ. ეს არის ფუჭი ლაპარაკი. ადამიანი გარეთ ხდება ზუსტად ცუდად, შეიძლება გარეთ სახში ძალიან კარგად იყო, გახვიდე გარეთ და გარეთ გახდე ცუდად. აი ამ შემთხვევაში თან წამალი და პლუს თან უნდა გახვიდე, ნახე. როცა უკვე იგრძნობ თავს კარგად, უკვე უნდა დაიწყო მოქმედება. ტვინი რო შეეჩვიოს მაგას, რომ გარეთ საშიშროება არაფერი არ არის. მე ხარ არ ვიცი, თქვენი კონკრეტული მდგომარეობა, ხო გეუბნებით ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამბობ ფსიქოლოგი, მისი ჩართულობა და თან პლუს ფსიქოთერაპევტი, წამლები. მაგრამ ნელ-ნელა შიშების გადალახვა უნდა ვისწავლოთ შიშებთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ შიში გარკვეულწილად არის ჩვენი მოცველი ანუ გვიცავს რაღაც მომენტში, მაგრამ ეს თუ არის არ არის რეალური შიში და მე მოგიყვებით ძალიან მალე ჩემ შიშს რასთან დაკავშირებით მქონდა შიშები და როგორ გადავლახე, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ თუ ლიფტში შესული ისაგეშინია, ნუ პირობითად მოყავს ეს მაგალითად რაღაცა სად გარეთ გასვლისა გეშინია და არ შევა საერთოდ ლიფტში. მე რა მოხდა რა ფეხითავა იფიქრებ, ხო? არ გავა სახში ვიჯდები, ახლა რა მოხდა სახში კარგად ვარ, გარეთ ხდები ცუდად. ეს ყველაფერი ნელ-ნელა რთულდება. მე სხვანაირი შიშები დაგეწყება. ამიტომ არის რომ შიშებთანაც უნდა ვისწავლოთ ანუ უნდა ვისწავლოთ როგორ გადავლახოთ ეს შიში. უნდა ვეცადოთ რომ ანუ გადავლახოთ ეს შიში. აზრი არ აქვს რისი გეშინია. ერთნაირი მდგომარეობა გემართება. და მე მქონდა ძალიან ძლიერი შიში რაღაცისა და მოგიყვებით მალე რისი შიში მქონდა და მე ჩემ თავს ასეთი რაღაცა ვუთხარი. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ თავებს დაელაპარაკოთ ხოლმე რა და ესეთი რაღაცა ვუთხარი. შიში ყველას აბსოლუტურად ყველას დიდი შიში არის სიკვდილის შიში და ყველას გვეშინია სიკვდილისა. საფოლოდ სიკვდილისა გვეშინია ყველას და მე პირდაპირ მეშინოდა მართლა სიკვდილისა თუ მაგას რაღაცას გავაკეთებდი, ხო და მაგრამ ის რომ ძალიან აუცილებელია შენთვის რომ უნდა გააკეთო. და მე ვუთხარი ჩემ თავს. თუ შენ ესე ძალიან გეშინია სიკვდილის, ხო? სიკვდილის შიში გაქვს ძალიან ძლიერი და ვერ აკეთებ იმას, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენი ორგანიზმისთვის. ვერ მიდიხარ ეკიპთან რა, ელემენტარულად, აი ავიღოთ, ვერ მიდიხარ ეკიპთან, იმიტომ რომ ძალიან გეშინია. ხო, ესე სიცოცხლესაც აზრი არ აქვს. ან უნდა მივწახვიდე. უნდა გააკეთო ის. შენთვის რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თან მით უმეტეს. თუ უკვე ხვდები რომ ეს უბრალოდ მართლა კი არ მოკვდები, უბრალოდ აკვიატებული გაქვს ეს აზრები და შიშები გაქვს. ხო შენ თავს უნდა უთხრა და დაარწმუნო, რომ სულ ტყუილად გეშინია. ამას მილიონობით ადამიანი აკეთებს და ეხლა ისინი თუ არ კვდებიან, შენ რატო უნდა მოკვდე, ხო? რატო გეშინია ამ მომენტში. ამიტომ შიშთან ერთად რაღაცების გაკეთება მომიწია. მაგრამ რო გადავლახე შიში, ხო ხარ უბედნიერესი. მეცხრეცაზე. იმიტომ რომ ხო დაინახე რომ დაუშვათ არაფერი ისეთი ერთად გემართა, ცოცხალი ხარ და თან კიდე უდიდესი პრობლემა მოაგვარ. ნახეთ. მიხვდა შენი ტვინი, რომ ეს არ არის საშიში. გარეთ გასვლა მით უმეტეს. ჩემო სიხარული. გარეთ გასვლა საერთოდ. და თუ შენ თავს დაელაპარაკე ამ ყველაფერზე.
ძალიან კარგად თუ გაანალიზებ გონებაში, რომ უამრავი ადამიანი დადის გარეთ, უხარიათ, ბავშვები თამაშობენ, ხაჟისე შესული ადამიანები დადიან სეირნობა, მით უმეტეს შენ საერთოდ არანაირი საფრთხე არ გაქვს. კი, ესე არის. და უმეგობრდი შენ შიშს. საიდან მოდის ჩაუფიქრდი, მოეფერე იმ რაღაცა ტრამვებს, რაც გაქვს. და უმეგობრდი შენ შიშს და რაღაცეები შიშთან ერთად გააკეთე. თუმეტეს ამებს თუსა უკვე უნდა შეცდო, რომ ნელა გადალახო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ წამლებს ხომ მთელი ცხოვრება ვერ დავია. ძალიან გემრიელია ეს ვაფლი. ძალიან. მომწონს. კიდე მაქვს ნახევარი. და შევამთავრო ბოლომდე დავდივ. ყოველ დღეს ვსვა. ზოგადად. აი ვასწრებ ეს. ძალიან მნიშვნელოვანია გაანალიზება სიტუაციისა. გავაანალიზოთ ჩვენი მდგომარეობა. ბილი არა უშავს ცოტა ჭამეონი გამითხრა. არა ცუდი დედაო. როცა ვარჯიშობ პრობლემა არ არის. როგორ არა ცუდი თბილი. შაქრები. მე ვჭამ მხოლოდ დილით ყოფება. მურჭა. მე აღარ ვჭამ, რასაც ხედავთ ხოლმე დილითება. ორნაბიჭი რომ მუშაობს მედიეტიკობა ყოველ დღე. მე ხურება ხოლმე მოკლედ შურიც ვწდები რომ ვიყურება. ისეთი
გამხდარი ხარო და ისე კარგად ინარჩუნებ ზონასო და გავქნაოთ კბის ვეროშვებიო ძალიან დიდი შოკოლადის ისრვარი ფილები მილკასი ხო იცით ჩვეულებრივ კი არა ძალიან დიდები რო არიან თილები როგორც აი ამას ოფთლიანად ვჭამო მაინც არ არის ეგეთი სუხანი თუ მაგას ჭამს თლიანად საერთოდ არ არის რა სუხანი აი საერთოდ მოალ პუკუნა არის ცოტა რა აი მაგას ვჭამო თლიანად შემიძლიაო რა გავჭდეო შევჭამო ყავასთან მაგას ვერა ახლა რა ერთი ცალი ბანანის ჭხირი შევჭამე ეს იყო დღეს ნენეც აღარ შეხატრის და ეს არ არის პრობლემა აი მართლა მთელი დღის განმავლობაში დილით არ არის კაი ხა დილით იმიტომ რომ ინსულინი ხო იცით გარბის ძალიან მაღლა მერე რა როცა შეეზე კბილს ჭამდა ჭმელი არ მიჭამია ხო არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგია ცუდია იმიტომ რომ შეერზე ჭამთ კბილს ხო და შემიძლია ბანანი ჭამო რა და ესენი არ ჭამო დილით მაგრამ არა მაგ ახლა ყოველთვის ბანანისა და გუშინ გადავედით ღამე უნდა მეყიდა მაგრამ ბანანი ღამე ორ ნაბიჯში ვის გავგია რომ იყოს არ არსებობს ხუთები რაღაც არის ხო და ყოველთვის არა მაგ და რაღაცა ხონა შევატანე საჭმეს ვერ ჭამ არ შემიძლია დილით საჭმის ჭამა არ ვიცი, ცუდად არ გძნობ რა, გოგოებო თავს, ძალიან კარგად გძნობ თავს, დაფრინავ მთელი დღე. დავფრინავ, ძალიან ენერგიულად გძნობ თავს. ეხლა მთელი დღის განმავლობაში ეს რაღაცა ტკბილი რო ნაწილდება, მართლა არაფერი არ არის, განარა კალორია აქვს, ეხლა ამას ხო? ერთ წელს. არაფერი, ამას დავწვალ, რავი. 3-მდეს დავწვალ, ეხლა რო წავალ და ვივარჯიშე. ესეთი ამბები მიხარია ყოველი დღე ჩემი სურვილების ვეული გამოიწურა გამომელია ძალიან მინდა რომ ავიდე სადმე იმ დღესაც ვთქვი მაგრამ ბავშვები ვის დავუტოვო ვის ასე წავყვანო მარტონი გასახში დავტოვო იგა ბავშვი აღარ არის იგა დიდი ბიჭია უკვე ხო და მინდა რომ ისეთ ადგილზე წავიდე უნდა სადაც ვიყავით აი მათ არის ზემოთ ისე რომ მთელი თბილისი თბილის გულიზე ესე ჩანს კაფეები, რესტორნები და აი მათ მინდა რომ იქ დავჭდე, იქიდან გადმოვიხედო და წნარად ჩემთვის ვიფიქრო. მათი რომ წავყვანო მაგაში შევძილებ, იქიდან გადმოვიხედო და წნარად შევფიქრო, დედა ეს მინდა, დედა ეს მინდა, დედა ეს მინდა, დედა ეს მინდა და აი მე არ გააჩუმებს პირს. მაგრამ მათ ეს სკოლის პერიოდში რა ვიცი დღე არა საღამოთი უფრო მინდა მე საღამოთი იჩევ ხო და აუცილებლად წავალ იმიტომ ვთქვი ახლა ეს რომ ჩემი რეალ გამომელია მეთქი ამოიწურა ყოველ დღე წერ და ხელის რო გადავედით ეგეც უნდა მეყიდა და კეთილი იყო უკვე მაღაზია სადაც იყიდება რეალები დღეს ვიყიდი და ცოტა სქელი მინდა ვიყიდო, იმიტომ რომ მალე მილევა ყოველდღე რომ ძალიან მშველის წერა დაიწყეთ გოგოებო ეს არის მაგარი რაღაცა დაიწყეთ წერა ნენელა თუ არ იცით რა დავწერო იცით რამდენი რამე წამოგივათ დასაწერი ხო გეუბნებით ვეულის
უცბად გამოგელება თუ ეურის ყიდვა შეიძლება ვერ აუდიოდეთ რა. წამოვა და წამოვა ეს ისა რა ქვია. აზრები. კარგი, დადებითი. ესეც თერაპიაა. და ძალიან კაია. ხო და მაგაზე დამახსენდა რომ თან დავწერო იქ და თან ვიფიქრო ეს არის ძალიან კაი. რაღაცები ჩამოწერო და ახალ ადგილებში უფრო იხსნება ეს აზრები. მოდის უბრალოდ რომ გაისეირინო სხვანაირ ხასიათზე დგები ადამიანი და ბლარო შახვიდე და გაისეირინოთ. მით უმეტეს ახალი ლამაზი ადგილი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე და სხვანაირად გეფიქრება. გაკოცეთ წავედი აბა. იყვახართ და მე ხალხს დავლებ პულზე დავაწვეთე.